დიდი მადლობა თქვენ. კარგად იყავით ნახვანდის. მადლობა. მე მოგესალმებით. პოდკასტ. მადლობა. პოდკასტებში ხო გატარეთ და ეხა ტელევიზიაშიც მოვედით. მოგონთ ჩართვა აქვს, დაშკარად არ უნდა გაურბინო. გავიარო? რა კარგად შემოვიდოდი პირდაპირ ნიუსებში. გამარჯობა. ნინოსთან ხარ? კი, ნინოსთან ვარ. საგრიმეროში შევიდე ტუჩი გავისწორო ხო შეიძლება? არის ვინმე საგრიმეროში? გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა ტუჩი რომ შევისწორო. მანქანაში წავისვი და რაღაცა საოცრება ვქენი მე მგონი. ხო შეიძლება. ხო და ეხაც აი YouTube-ზე ვარ. მაკაბის ისტორიაც ნახე სულ რო გეხსნე. ხო და აი მეხსნე. ის ვერ დამოკრები. აი ხა დავიმაგრებ. არა უშავს ახლა ერთხელ შეშხრი. მაგრამ ძალიან ლამაზია და აი სასწავლო 2 კილო უნდა. არა, ამას გავიკეთებ. 2 კილო უნდა და მე დაჯდება რა. აი 2 კილოს ამბავია, მეტი კი არა. დავიკლო. ანუ იმებზეა, წკაპებზეა და აი მართლა 2 კილოს ამბავია და შეიკრება და ეხა ჯერ აი. ხო, არა ნორმალურად ლამაზია. ხო. ძალიან ახლა გავიკეთოთ ტუჩი. მანქანაში გავისი და რაღაცა რატომ არ ხდება? ჩვენთან ნიუსში პასაგეთ. ხო და რა მეხდება სამყაროში? არ ჩამირთოს ნიუსი. არა, ბევრი არაფერი არ ხდება, მაგრამ შეგულებების პერიოდია და ძალიან ცოტანი მუშაობთ. მე ხო რო შემოვდიოდი, ჩართვა იყო იმაზე. ბავშვი და ქალი რო გაიტანა. და 12 წელია. 12 რატო სამუდამო? არ უნდა იყოს სამუდამო ახლა. ოჯახი ითხოვს სამუდამოს. რავი, მართლა. ვივიანისთვის სისტემა ქონდა, ხელი ჩაკიდებული, ხო, სადმე რომ მიდივარ. მეშინი. მე სულ ეხოცები რა დედიკო, ხელი არ გამიშვა. არა, თან ის არის, რა ქვია, საერთოდ შენზე არ ხელი, ანუ ჩაჭყლიდა რა, ანუ რა მნიშვნელობა აქვს, ხელი გაქვს მოკიდებული თუ არა გაქვს, ვიღაცა დეგენერატი თუ მოვიდა იმისთვის რომ მოგკლას, ანუ კიდია რა, სვავს ბიჭი რა, სვავს და ეწევა თუ რასაც აკეთებს და მოდის და გბრიდავს. ანუ ამაზესია ქორწილი შეცვალა. ხო მე ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურე. მოდი დაფას გავასწრე. ყველაფერი ნახე. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა შეხრიალდები სტუდიაში რო არ ინერვიულან. მადლობა. არც იცი რისთვის ვარ მასული. მეტად მე კოკა-კოლა სპონსორი არ არის, რომ დამალებინა. წყური. გამარჯობა. აი ეს არის, ნახეთ როგორ ხდება ტელევიზია. აი ეს აქვს მილიონი რაღაცა ჩართული და რაღაც გადართავს, გადმართავს, იქ ნიუსია, იქ ის არის, ისა. ახლა წავიდეთ თვითონ გადაცემაში. ჩავეხუტოთ წამყვანებს. თუ ჯერ არ არიან, თუ სად არიან? გამარჯობა. ჯერ არ არიან მოსულები, წამყვანები თუ არა? საით? იქით არიან. იქით. მე ნახეთ ესე. ყველაფერი აქ ხდება რა. აქ უცბად ერთ გადაცემას ჩაწერენ, მე იქ რაღაცა მეორე გადაცემა, იქ მესამე გადაცემა და ასე. ახლა ვნახოთ, აბა. ოქროს წამყვანები. გამარჯობა. საით არიან?
ყველანი. თუ ემზადებია. გამარჯობა. ვაიმე! ჩემი გოგო მოვიდა. ახე, მაგარი გოგო, ვაიმე რა ჩაცმულია, რა დახურულია. შეგინაცალე. და კავა. ჩემი სილამაზე. რა ხარ გამარჯობა. ნახე, ისე ჩემს ადგილს არავის არ უწევს. არ მინდა მე ვიჯექი. არა, მე მინდა რომ შენ ჩემს ადგილას დაჟე მე ვიამაყო რომ ჩემს ადგილას, ჩემს ოფისში. იჯი და ჩემს სავარძელში. ჩემს კაბინეტში. ეს არის ონისის კაბინეტი. რატო გაქვს ესეთი პატარა კაბინეტი? ანდეკუთვნის. სახალხო არ მე არ მეკუთვნის. მოდი დაჯექი და არ მინდა დაჯდომა. არა, ონის სავარძელში დავჯექი თქო. კაი, ვიტყვი მეცადა. მინდა ხო? ონის სავარძელში დავჯექი, კაბა გამეხსნა ონის სავარძელში. კარგია. აბა როდი შევდივართ ეთერში? რა ვიცი, აი მალე შევალთ 10 წუთში ალბათ. რო გადაგიღო ხო შეიძლება? კი, აბა რა. შენზე კარგს ვის. ყველაფერი შეიძლება. გუგუ შენ ხარ ჩემთვის ერთ-ერთი სამაგალითო ადამიანი. მერე ხარ კიდე ის რომ ჩემი ძალიან საყვარელი მეგობარი და კოლეგა და ფილმებში ხო ვითამაშეთ ერთად რაღაცაში ვითამაშეთ თუ როგორც ვითამაშეთ არ გახსოვს? ვაიმე, რაში ახლა ვითამაშეთ? 3+1 არ უნდა გახსოვდეს მე ექიმად შემოგვიდი და შეიგიჯე. არა, გული გამისკრა, მეთქი ონისეონიად ნათამაშები მაქვს და არ მახს. ანაშია. არტისტი მყოფილვარ. არა ბიჭოს და რეგალიებში მასე ვიწყებთ მთელი არზით. ხო, აბა რა ყველაფერი. ნიუსის დამთავრდა და ძალიან კაია რომ ჩამოხედე როგორ ახარ მითხარ ბათუმში იყავი? ვიყავი 2 დღით ქორწილში. არა, წვიმდა. რუსები ქვეყნის. ქვეყნის რუსები, მაგრამ რუსები ისე არ მომეშალა ნერვები, როგორც ვიღაც ქართულ ქალზე მომეშალა ნერვები, ის სანაპიროზე ვიყავი ბავშვთან ერთად და მოვიდა მოისაქმა წყალში. რასყვები? ხო, აი ესე ბავშვი აი ესე მყავდა წყალთან. მე გამოდი. აი, ბრავო, თან ვიფიქრე, ავად ხო არ არის თქო მე? არა. არა, ნუ ეს ჩვეულე აი ესე გადაწყვიტა რა. აი ესე გადაწყვიტა რომ შესულიყო ზღვაში. სირცხვილია. და გვერდზე თან იცი ესეთი ივერია ბიჩი, იქ გადახდილი აქვს 80-80 ლარები, ზიან და მოდის იმაში ნაფსავში ბანაობს. ნაფსავს რა უჭირს? უი, უკეთესი. მაშინ იქ შეიძლება იმკითხავს კიდევაც. წავედით ხო? შეიძლება იმკითხავს კიდევაც. არა! ზემო მადგა. ძალიან კარგი ხარ, ძალიან ლამაზი ხარ და გილოცავ ისიც საყვარელი ისიც. მანდეგენაა. და ხო პროფესიო მასშტაბი. შენ გამოიყურები ძალიან კარგად. გოგო თავბერდი. პირიქით, რაღაცა უკან მოდი ხარ. ხო, რა ვიცი, ხო დავკრიფავ და უკან წამოვალ. წამოდი. ხო, სხვა გზა აღარა. არა, ძალიან კარგი გამოიყურები. სიცოცხლე. ჩემასაყარ. არა, მას არ მომქონე ხარ, რომ თუ კი ამ ჭირდება ძალიან, მაგრამ ჭირდება მაინც ეს მითები. დედა ჩემს და და ძალიან ვაყრები ვარ. ვაიმე, სუ ჩემი ძუძუ აქვს პირში და ეხა ეთერშიც. არა, მე კი მოვიდოდი ეგრე მაგრამ. ამოგეყვანა. მოვალ. სხვა დროს ძუძუთი მოვალ. ხო და კედი შორტი. თელი დღე. და კარგია. აი და. ძალიან. ოღონდ დავდივი იქ მოლში მიშლიან ნერვებს არ მახვედრებენ ხოლმე. გადაგიდებ ერთ 10 წელს და მოგცემ. არა. რო გქონდეს. არავით არ შემიძლია. არავით არ წამოდი გადაცე. ისე რომ რაღაცა. თქვენ სკანერიც ხომ არ გაქვთ? არ ვიცი მუშაობს. არა. რაღაცა საბუთზე მაქვს. ამ რო ამოვბეჭდო და რა ისი ამოვეჭდო ვერისი. ხელი უნდა მოვაწერო რაღაც საბუთს და სკანერს ვეძებ. აი გინდა თუ არა უნდა რო ამოვიბეჭდო. შენი საბუთი თუ სადმე არსებობს, იქიდან გამოვუშვებ, აგერ ამობიჭდავ და მე კაი, რო გამოვალ მე ამოვბეჭდო. არა მგონია რომ რთული იყო. ბრილიანტი ხარ. უბრალოდ ამოვბეჭდო. ხო შეუძლია რომ დაუშვათ და არა, კარგია, თან საქმე. ძალიან ლამაზია, მაგრამ არ მეკურება ისე კარგად ჯერ. ჯერ არ მეკურება, მაგრამ შევიკრავთ. აბა წავედით ახლა ეთერში. ხო, აბა ეს არის. ეს არის ხალხთა ტელევიზია. აღარ დარჩა ტელევიზიები მართალია, მაგრამ ნუ რაც დარჩა იქით მოვედით. სად არის გადაცემა მანდ?
მოიცა ეს არ არის, ხო? კარგი. უი, ვანოს შოუც აქ არის, ნახეთ, ეს ყველაფერი. მე მგონი ეს არის, ხო, ერთადერთი ტელევიზია, რაც დარჩა. მეტი ტელევიზია ხო აღარ დარჩა. ანუ ხო მარტო ეს არის. დანარჩენი ხო ყველაფერი მიხურეს. ნუ შევიდეთ. თავი არ მივცხოთ. უი, სტორიშიც გადავიღოთ. რამდენ ხანში შევდივართ? 4-5 წუთი ტელევიზიაში დიდი დროა. გადმორთეთ ტევე პირველზე. თუ არ გაქვთ ჩართული, უკვე და რამდენიმე წუთში შევავდეთ. ასე. კარგად რა უჭირთ? Антонина, здрасте. კი. კი, უკვე 6 თვის არის. არა, მოიცადე, დღეს რა დღეა? დღეს არის ხო, 16. 4 დღეში იქნება თუ რაღაცა ეგეთი, 6 დღეში იქნება 7 თვის. ხო, უკვე დიდი ბიჭია. კაბა არ მეკვრება არაფრის დიდებით. ხო, რა დავჭდები იყოს ჩანდაბას მაგრამ სანამ თავიდანვე ვზივარ თუ რო შემოვიდე, ხო? კარგი. შემოვალ. აბარას ვიზამ. იმდენი კომპლიმენტი მივიღე ამ კაბაზე, იმდენი კომპლიმენტი, მეტი რო არ შეიძლება. კარგით, შევედით ახლა. დარჩა რამდენიმე წუთი. გაჩეჩილდა გლილი, მაგრამ არ აუშვის. იმდენი კომპლიმენტი მივიღე ამ კაბაზე. და მაგრამ კი, აი. არა, მოიცა. აი აქედან შევაძვრინოთ და იქიდან გამოვაძვრინოთ. თქვენ. ძალიან. ასე. ხო, ძალიან ლამაზი კაბა. ძალიან და ისე მინდა რომ კიდე სხვა ფერშიც გქონდეთ და კი. მეისონ კეთის. კეთი. არა, ძალიან მე მგონია რომ ყველას მოხდა, აი უქუსლოთაც ისეც ასეც და გადაწყდა რომ შემოვდივარ. ხალიდან მე? არა, მე ვთხარი ძალამაზი კაბა. ხო და არა, არ ჯობია? როგორც შენ იტყვი? კი, რა თქმა უნდა. თავიდან არ გამოჩნდება და ხო, სწორია, ნათალია. კაია. რამე თემა გვაქვს თუ ისე? შენი არსებობა სამყაროში. ой, რა კარგია. დაგვეწევა, ნუ კოშკოლის არსებობა მოვინება სამყაროში. იმიტომ რამდენი რამე გააკეთა ბავშვმა, რამდენი რამე. ხო და არსებობა არ ეწერება, ბოლოში ფაქტით რომ ეწერება რაღაცა პროფესია, რაღაცა. აჰა. ონისე მორჩა სეზონი თეატრში? აუ. რაღაცა ეს არ მომწონს მე და. იყავს კაცი. აი ნახე ესაგა გამოვარდნილი და ესე რომ ლაკი სამბავი არის იქეთ. ხო რა არის აი ანტენასავე. არა რაღაცა იყოს ანტენა ვარ მოსიარულე. 5 წუთი. 5 წუთი მეგობრებო, 5 წუთი. კარგით. უყურეთ და როგორ?
ყველა ნანახი მაქვს. ბოლოს არ ვიცი აქ იყავი თუ არა. აბა. კონკია სიკვდილი რო გააკეთე. არა. ლამაზი იყო ესთეთიურად ისეთი რომ თან რეალურად ლუკების ამბავი იყო ბრედმა გამოვიტანა თავის ახალი კოლექცია და ნინო კასრაძე ნატომანიძე კაზა აი ძალიან მსახიობები და დინთაობის ქალები ძალიან თანამედროვე კოსტუმში იყო აი ძალიან არ მაქვს ნანახი. გასმით ნახეთ აუცილებლად. არა, თითქმის ყველაფერი მაქვს ნანახი, რაც კი თეატრებში იდგმება, მაგრამ აი ახლა ამ ბოლო დროს ადრე იხურება სეზონი. ადრე უფრო აგრძელებდნენ, ივლისშიც აგრძელებდნენ ხოლმე და ახლა აღარ და მორჩა ჩემი თეატრში სიარული ამით. კარგით, ჩაგრთავთ გადაცემის მერე, ხომ და შევიდეთ. თქვენ ვერ შემოხვალთ. და თუ აინტერესებთ შენს გამომწერებს როგორი შემოთავაზ? მოჩდეს ერთად, თან კონდეს და შეგვიძლია გავაკეთოთ. აუ, ძალიან კარგი იქნება. ხო არასდროს არ ყოფილ ხართ პირდაპირ ეთერში, ხო და წამოდით. მე მაყოფილი ვარ ჩემი იდეით. მე მგონი ძალიან კარგი იდეა. კი, პირდაპირ ეთერში შევიდეთ ესე. ხოჩი რა, ყოველდღიური საქმიანობის ნაწილში ეს არის, კი. არის თქვა კითხვა, რომ აი რითი ხარ დაკავებული რასაკეთებ. კი. იცი რომ ძალიან დიდი რესურსი მიაქვს რა ამასთან. ყოველ დღე ვდებთ. ხო, ანუ ყოველ დღე რაღაცას ვდებთ YouTube-ზე და შესაბამისად, ხო, მთელი დღე ესე ვიღებ და მე რაღაცა რაც საინტერესოა იმას ვიღებ. ჯერ არა, ჩამოვა რაღაც ორ კვირაში. ბენი არის დეკრეტში, ცი? ხო, აქაც ხო დაიწყეს. ხო? დეკრეტში არის. ძალიან კაი. ხო, დაიწყეს. და კარგია, ხო, იმიტომ რომ საწყათაკია რო შემოდა ამ ბავშვთან ერთად. ხო, ვერ წრის იყო ასე ხარ? ხო, ვერ ეხმარები. სამ თეატრში მაგეში გავბოდი, რომ მოდიოდი ის უკვე ასე გადაშტერებული, ვინ გამიშვება, აი დეკრეტში გამიშვება, ვინ გოგოა დეკრეტში. ჯოლასთვის რო გეთქვა დეკრეტში მივიდი. ჩამქოლავდე, ხალ კაცმა თუ და დეკრეტი, აკაც დაგაჭრიდან ყავს ქოლავდე. არა და როგორი კარგი რამეა ეს დეკრეტი. მაგარი რაღაცა. ხო, იმიტომ რომ ერთად ხარ, უვლით ერთად, ზრდით ერთად. კი. მე იცი რა, იცი ორივეს ერთად შეუძლია, ანუ დედამ კი. აიღოს და დედის სხვა არის, მამის სხვა არის. ანუ ორივეს ერთად შეუძლია რა აიღოს. კი. რა თქმა უნდა, ანუ ორივეს გაუჩნდა ბავშვი და ორივეს დეკრეტი ეკუთვნის. ყოველ შემთხვევაში აი ნიუ-იორკის შტატში ეგრე არის და თუ სამსახური არ გინაზღაუ. ოღონდ ნუ ახლა ხალხთან ბევრი არის 12 კვირას გაძლევს. 12 კვირა არის მამაკაცის. ხო, 3 თვე, მაგრამ ნუ ვერ აიღებს ეგრე, იმიტომ რომ სამსახურიდან გამიშვებენო რა. აი მაინც ნუ იცი როგორ არის წესით მეკუთვნისო და შემიძლიაო რა, ავდგე და ავიღო, მაგრამ მერეო სამსახური აუცილებლად რაღაცას მოიმიზეზებს რომ გაგიშვას რა. მაგის გამო არა, მაგრამ ნუ ვერ ხო, რა, ხო. ხო და 4 ნინოსაწრება. როგორი ლამაზი. რა ლამაზი ხარ შენ თვითონ შეხედეთ ნინო არაზაშვილი. ეს არის მეისონ კეთი. ულამაზესი ხარ. შენ ხარ ულამაზესი. აი, ეხა დაიწყება ამბავი. ო, სადაც მეტყვი იქ დავჯდე. კარგი. ტორსით ვიქნე. ყველაფერს ვიღებ. რატო? თუ დავაპირებ ადგომას რა ვქნა? აუ და. კარგი. ანუ დავჯდე? ეხლა თუ შემოვიდე? აი, ასე პირდაპირ შემოვაჭრა? აი, შენ მითხარი საიდან და მე ისე შემოვა. წვიდანაც იმდენად ეფექტურია რომ ჯობია. ხო, კაია და. აბა. არაფერი არ გეშვება. 30 წამიო. პირდაპირ შემოდიხართ ჩემთან ერთად. ეგეთ რამე მომხდარა YouTube-ზე. პირდაპირ ეთერში. აი ნახეთ. წავიდა თქვა.
გერშვიდობის მოგესალმებით, ეს რა თქმა უნდა პირველია და ჩვენ გადაცემა პირველად გესახალები ნინო არაზაშვილი და ოდისონიანი გახავართ. და ჩვენ გვინდა დღეს დავიწყოთ ისეთი ადამიანები, რომელიც მოგესალმებით ადამიანები ვარდებიან, მეგზავდებიან და ცხოვრების აზრდაში და ის პროცესში კარგებიან. მაგრამ ჩვენ ვიდა გავაცოთ და კი არა შეგახვედროთ და დავიწყოთ ეს გადაცემა ისეთი ადამიანები, რომელიც განსაკუთრებული უცხოელობა და სტილი გამოირჩევა ყოველთვის. არის რომის განწყობა ყოველთვის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე Wait. წარმოგვიდგება პირდაპირ თუნისი სხვა დანარჩენებში. მას ჩვენ ჟურნალისტთა მიზამოსისთან გამარჯობა როგორ ასე უნდა და ანისე მითხრა დატრიალდიო და ტრიალდები რასაც მეუბნებიან იმას ვაკეთებ როგორ ახარ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა რომ გადაწყდა რომ უნდა შემოსულიყავი ძალიან აი მთელი პერფორმანსით შემოვედი მთავარი არ გამეხსნას ახლა დღემშვიდობისა დილამშვიდობისა მეგონი იმისთვისაც არის რომ გაგეხსნას ხო ცოტათი მაგისთვისაც ახლა თუ არ გაგეხსნა კაბა ეთერში რა არის მამული მუშკელები გამოვაჩინე გამოვაჩინე ლამაზათაც დავალაგე ძალიან დიდმა თქვენც ძალიან ლამაზად ხართ ჯერა არსებობს კაბა რომელიც შეიძლება არ მოხდეს ან რამე არ მოხდეს ამ საოცრად პოზიტიურ ახლახტივ საყვარელ ადამიანს რომელსაც ძალიან თან საქმე თან საქმე ასე კომფორტული ფორმის არის რატო შეარჩიე ხო ამ ტექნოლოგიით გაკეთებული ვიდეოები ხო შეიძლება თქვა მობილური ტელეფონით რასაც ხშირად აკეთებენ ბლოგერები ძალიან კომფორტულია ალბათ ხო სამოძრაობთაც რაც პატარა დიდად ვერ ვერკვევი ამ რაღაცებში რაც მითხრეს ის ავიღე ხო ეს რა გეტყვიან ეს ჯობია კარგით მე საერთოდ მაღაზიაში შევდივარ რაღაცას რომ მეუბნებიან აი ეს ჯობია კარგით ეს მინდა მაშინ ვერ ვერკვევი მეუბნებიან ამას მეც როგორ მჯერა ყველაფერი მე საერთოდ იმათი მივეკუთვნები რა აი რეკლამის რა ტვერსასრუტი რომელიც თან ალაგებს და თან რეცხავს და აუთოებს თან ამერიკაში არის ხოლმე ესეთი გადაცემები ხო იცი QFC ქვია სადაც აი თვისამაგრი ეს თვისამაგრი უბრალოდ არის თან ყურსასმენებია თან ყველაფერს ყვიდულობ ყველაფერს მჯერა ნუ კი ძალიან საინტერესოა ყველა ხელოვნების სფეროში გამოცადე საკუთარი თავი თუ იყავი გადაიღე ფილმში სპექტაკლი აღარ მითამაშია სპექტაკლში კი ესეთ ვიცით ტელეწამყვანი იყავი ეხლა მოდელი იყავი მოკლედ ყველაფერი აბსოლუტურად მაგრამ არის გზაზე შეხვდება ისეთი რაღაცა ეპიზოდი რომელშიც ჩვენ უნდა იყო მთავარ როლში რაღაცნაირად გიქმნის უხერხულობას არ გულისხმობ სირთულეს რომელიც ამ გზაზე შეხვდა რომელმაც კიდე უფრო დაგაფიქრა შემდეგი ნაბიჯი როგორი მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი რაღაც ჩვენს ცხოვრებაში ნებისმიერი გზა რომელიც გვხდება სირთულეა და რაღაც დიდი გაკვეთილია ხო ისე სხვანაირად არ შეიძლება ეხლა შეიძლება ამას პოზიტიურად შეხედო და თქვა მე მოდელი და მსახიობი მაგრამ შეუმდგარი მოდელი შეუმდგარი მსახიობი ნუ წამყვანად სხვა ჩვენს მე მგონი არ ამიშავდა რა დანარჩენში ახლა ნუ ვერ შევდექი ჯერ ვერ შევდექი ახლა შეიძლება ამ აქიდან გამომდინარე ნიშა მიიღეს აი იმისოთ რომ მე მოდელი ვარ მე მსახიობი ვარ თორე ეს ყველაფერი ხო იყო და შენ სიტყვა ხო რაღაცნაირად იყო მაგრამ ეს აი სულ ყოველთვის როდესაც იძახიან ხოლმე მოდელი მე მახსენდება რომ არსებობენ მართლა მოდელები და ცოტა მეუხერხულება მსახიობი მე ზუსტად ვიცი რომ მსახიობებს წნევა უწევთ როდესაც იგებენ რომ მეც მსახიობი ვარ იმიტომ რომ არ მაქვს მე თეატრალური დამთავრებული და ეს უკვე თავისთავად გულისხმობს რომ არ ვარ მსახიობი იმიტომ რომ ადამიანები სწავლობენ თეატრში გამოდიან ეს ვიცი რომ არ აქვს დამთავრებული და არიან ну გამოცდილება აქვს შეიძლება ნიჭი აქვს ძალიან დიდი კარგი მოდი ვილაპარაკებთ ახლა იმაზე რომ შენ არ გქონდა მაგ ყველაფერში ნიჭი გაქვს რა სიტყვი
რაზე? ამ ეტაპზე რომ აქვს ცხოვრებაში იმეილზე, იმიტომ რომ ერთია შენ ყოველდღიურობა და ყოველდღიურობის ნაწილი არის შენი ბავშვები. ბავშვები ხო? საყვარლესები, თან საკმაოდ ცევქები, ვინც უყურებს შენს ღმერთო ვიდეოებს, ჩემო. რა დროდა ენერგია სჭირდება და ალბათ მათ. და ეს როლი როგორია შენ ცხოვრებაში? დავიღალე ძალიან. ეხლა მომედი აქ ვისვენებ, ვერ წარმოიდგენ, რაც გინდა გამაკეთებინე, ოღონდ ბავშვები არ დამანახო რა ცოტა. და ჩვენ გითხარით ბავშვი რატო არ მოიყვანე? ხო, და აი მე ცოტათი ვერ ძალიან დავიღალე, აი ისე დავიღალე. ხალხო, მართლა რა არ მიკეთებია, აი ფილარმონიის ცენტრში ჩამოვკიდებულ ვარ ფეხებით, აი ეს ქვემოდან ზემოთ რაღაც დროს და მაშინ არ დავღლივარი და ყოფილა 40 წუთი გვაქვს შესვენება, რეკლამაზე გავდივარ და აი ესე ვეკიდე ფეხებით და მაშინაც არ დავღლივარ, ეს ბავშვი ძუძუზე რო არის ჩამოკიდებული 24 საათი მე აღარ შემიძლია მიშველეთ როგორ არის ესე რო ანიშნებენ ხოლმე ხო მიშველეთ ვინმე რაღაცა მიშველეთ ესეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. ეს არის ძალიან რთული მოვალეობა და ძალიან რთული გზა და პასუხისმგებლობა იყო მეძუძული დედა, იმიტომ რომ პრაქტიკულად შენ თავს სრულად არასდროს ეკუთვნი. ნამდვილად. იმიტომ რომ სრულად დამოკიდებული ხარ შენი უსაყვარლესი შვილის მოთხოვნილებაზე, ხო, როცა მას შეგდება და ეს არა აი ახლაც შეა. დედამ არ მიიღო. შეგრძნო. ძალიან ადვილი გზა არის. არა. ძალიან რთული გზა არის და სხვა შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა გავიგებ შენ ეს გზა ირჩი, იმიტომ რომ ხანი რომელსაც დღეს ამდენი საქმე აქვს და მე კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რომ ჩემთვის საინტერესოა შენთან საუბარი როგორც ძალიან დაკავებულ ქალთან, რომელიც ბევრ რამეს ასწრებს და ასე ადვილიც არ არის მიიშვრო კამერა ყველგან ყოველთვის და ეს მე გააზიარო. შენ უბრალოდ ძალიან პოზიტიური ადამიანი ხარ და ამასაც ასე ვაწვდი თორემ ძალიან რთული. დედობაზე რთული სამსახური. სხვა შეიძლება ძალიან კარგი ვიდეო არსებობს მოგიყვებით სადღაც შეიძლება გქონდეთ ნანახი ადამიანი იძახის ინტერვიუში რომ გამარჯობა თქვენ ხართ მოსული სამსახურში და დიახ მე მინდა სამსახური ძალიან გჭირდება სამსახური დიახ. ოღონდ იცით როგორი სამსახურია დასვენების დღეები არ გექნებათ. თქვენ ვიზეც იმუშავებთ იმ ადამიანს რაც მოუნდება ყველაფერი უნდა გააკეთოთ. ხანდახან კივის და უნდა მოითმინოთ. ხანდახან შეიძლება გიკბინოს ან ჩაგარტყას, მაგრამ თქვენ არ გაქვთ უფლება რომ წახოთ. და ეს მოკლედ უყვება ყველაფერს, რაც იქნება ამ სამსახურის ახსნა და აღწერილობა. როგორ დასასვენებლად ვერ წახ. არა, თუ წახვალ დასასვენებლად, თქვენი უფროსიც წამოვა თქვენთან ერთად. და ანუ თუ მოგინდათ რომ წიგნი წაიკითხოთ, ის შეიძლება მოვიდეს და გადაასხეს წვენი თქვენ წიგნს. და ეს ვერ ხვდა. არა, ეგეთ სამსახური არ არსებობს. როგორ არსებობს? მილიონობით არსებობს ეს სამსახური და ყველას ყავს ესეთი თანამშრომელი, ეს არის დედა. და მიუხედავად ამისა, შენ ახერხებ გქონდეს შენი ხაზი, შენი ბრენდი, რომელსაც ყოველდღიური მუშაობა ჭირდება იმისთვის, რომ იყოს პოპულარული, იყოს მოთხოვნადი, ყველა სეზონზე და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს როცა ჩამოდიხარ, ყოველთვის ვთქვი, შენი ბრენდის მხარდასაჭერად გარკვეული აქტივობა გააკეთო, ეს უკვე მხოლოდ სოციალურ ქსელებად არ შემოიფარგლება. ჩვენ ხედავთ ხოლმე სხვადასხვა მულში, მათ შორის შაშან ბათუმში, მახსოვს ახლა წელს ჯერ ვერ მოვკარით თვალი. ყველგან დავდივართ. ხო, იმიტომ რომ ბევრია სამუშაო ამ კუთხით. რა თქმა უნდა. და მაშინ კითხვა ჩდება, როგორ ხდება ამდენი სამსახურის გაერთიანება. ბავშვები მუდმივად იყო ლაივში, ეს გადაწყვეტა შენ და პლუს კიდე ამვითარებდა შენს ბიზნესს. ძალიან რთული არ არის? წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ მე მჯერა რომ სირთულეები უბრალოდ გვაკაჟებს და რაღაცა ძალას გვაძლევს და ეს საჭირო სირთულეებია. აი მართლაც საჭირო სირთულეებია. მე სხვანაირად არ შემიძლია. აი რა ვქნა, მე არ შემიძლია რომ რაღაც ერთი ავირჩიო და იმაზე შევჯერდე. თუ ბავშვიც მინდოდა და სამსახურიც მინდოდა, ყოველმეურნეობად როგორ უნდა მოახერხო, იმიტომ რომ ამერიკაში მე თვითონ ვარ მფუთავი. მე თვითონ ვფუთავ, მე თვითონ მიმაქვს ფოსტაში, მე თვითონ მივდივარ, ანუ ყველაფერს მე ვაკეთებ. აი წარმოიდგინეთ ნებისმიერ შეკვეთა რაც შემოდის, მე ამერიკის ფოსტაშიც უკვე ვისწავლე, როგორ უნდა ავკრიფო ეს ყველაფერი, როგორ უნდა სპეციალურად შევფუთო, როგორ უნდა გავატარო, განვაბაჟო, წავიდე აეროპორტში, დავხვდე ჩემ ტვირთს, ჩავტვი, აი ყველაფერს მე ვაკეთებ და ამ ყველაფერს ვაკეთებ თან ბავშვმა კიდია, თან ძუძუ აქვს პირში და თან აი ამ ყველაფერს აწია, დაწია, აი ყველაფერს ვაკეთებ მე თვითონ. არ უნდა ყავს დამხმარე ბიზნესში.
საქართველოს ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს. არა, ჩემი ქმარი. ჩემი ქმარი და ყიდები ძალიან მაინტერესებს. რეალურად შესაძლებელია რომ ქართველმა ამ ხელბაზარზე საკუთარი ხაზით დაიმკვიდრო თავი. ძალიან რთულია ხო მასშტაბით. ძალიან რთულია, წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ ძალიან გამიმართლა. აი ცხოვრებაში რაღაცები ხდება ისე, სულ ვიძახი ხოლმე, რომ აი სწორედ აეწყო დრო. მე გავიცანი ერთი ქალბატონი, რომელიც არის ვიზაჟისტი NBC-ზე. რომელიც ჯიმი ფელონთან მუშაობს Today Show-ზე, Morning Show-ზე და ძალიან ბევრ ჩემ რაღაცა მივეცი და მეთხარი აი აბას ცადე თუ მოგეწონება. მან წაიღო ის ჯენა ბუშთან, ეს არის დილის გადაცემის წამყვანი NBC-ზე, რომელსაც მოეწონა რამდენიმე ჩემი ტურსაცხი და ეხლა ოფიციალურად ჩვენ ვამარაგებთ NBC-ს. ოღონდ ვამარაგებთ დიდი რაოდენობით და სულ მაინტერესებს რომ ეს ერთი ქალი ამდენს რატო იყენებს თქო და მე ვკითხეს მორიდებით რომ კი არ იფიქროთ თქო რამე, უბრალოდ მაინტერესებს ანუ სად მიდის ეს ამდენი და იცით რა არისო ფელონზეცო სტუმრები რომ მოდიანო, ვიყენებთო იქაცო და რო წარმოვიდგინე ჯიმი ფელონზე როგორი სტუმრები მოდიან, ან თქვენ წარმოგიდგენიათ ვინ მოდის, აი ტეილორ სვიფტიდან დაწყებული, ბრედ პიტით დამთავრებული და ანუ ჩემ რაღაცას იქ იყენებენ. ჩვენთან შენ. ხო. და ეს მაგიჟებს ეს და მე რომ ხედავ რომ შემოდის ხოლმე შეკვეთა როგორ შეკვეთები შემოდის იცი აი უცნაური სახელებით პაკაჰონტესი პიტერ პენი და ბევერლი ჰილს რაღაც უკვე ვიცი რომ ვიღაცა არის ვინ არის არ ვიცი მაგრამ ეს ნაცადი პრაქტიკაა მე არ მაქვს ინფორმაცია ანუ ნიკნეიმები ცდილობენ რომ გამოიწერონ კი არ გახდნენ ამბასადორები ალბათ ამ რაღაცა კი რო უბრალოდ იმიტომ რომ ნახე მე შემიძლია TikTok-ი გადავიღო ან სადღაც გადავიღო აუ ნახეთ ვინ შეუკვეთა ბრედ პიტმა და ეს რო არ მოხდეს ისინი თავს ამითი იზღვევენ მაგრამ უკვეთავენ გავს ვარაუდები რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები ესე იგი იყენებენ ერთი ვიცი ზუსტად ვინც იმიტომ რომ ესეთი ასაკოვანი ქალია შედარებით და ეთყობა ესე ვერ მოიფიქრა და ამიტომ გამომიგზავნა თავის ასისტენტი ძალიან ცნობილი ქალია და აი ახლა ხანს ბენმა შეუფუთა ყველაფერი მეუთხარი წერილიც მიუწერე რომ ძალიან მოგწონს ძალიან ცნობილი ქალბატონია არ ვიცი იმედი მაქვს რომ იქნებ თქვას და თვითონ დადოს იმიტომ რომ ისე მოგწერა რომ ვიღაცასთან ნახე თქვენი პროდუქცია რომ ჯერ არ მინდა რომ თვალი ვცე და მაგიტომ არ ვყვები და იქნებ დადოს ხო არა და ამისი მოლოდინი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ხო ის სულ ელოდები ეს სივრცე როგორც კი პოვია შენ ახლა NBC-ზე ხო რომ მოხდეს თუნდაც აი შენ რო არ იცი ხო მაგრამ მოხდეს ისეთი რესპონდენტების ხელში შენი პროდუქცია რომელსაც შეიძლება მოეწონოს მე და დაინტერესდეს გამოიწეროს მე სხვა საჩუქოს და მე წავდა, მაგრამ წავა. აი მე ხო ეს ძალიან უცნაური რაღაცა, აი ამერიკულ ოცნებას რასაც ეძახიან რა, ეს რაღაც ხო არსებობს, აი დაგვემართა ჩვენ, როდესაც გაგვიფუჭდა ვებგვერდი რა, გატყდა. და ვიძახი რომ ეს ბენ აი არ ვიცი რა, გინდა აქ ყოფილა, გინდა იქ ყოფილა. ონის ეს როგორ ვაწვალებ, მოდი მე აი კი არ ვწვალობ, უბრალოდ ვეღარ დაგიკონტაქტეო. ხო და მოდი არ ვიცი უნისემ რა გადაიღო მორჩა გადაცემა ველოდებით ტაქს მე დაგემშვიდობებით აუცილებლად გამოიწეროთ ჩემი გვერდი რომ ყოველ დღე უყუროთ ჩემს ცხოვრებას ისეთი როგორც არის დაუმონტაჟებელი დაუვარცხნელი მოკლედ გოცნით გეხოვით თქვენი კოშკელიშვილი